მომავალი კვირა განსაკუთრებით საინტერესო კორპორაციული სექტორისთვის იქნება, რადგან პლანეტის უმსხვილესმა კომპანიებმა თავიანთი ფინანსური შედეგები უნდა წარმოადგინონ. მათ შორის იქნებიან ტექნოლოგიური გიგანტები Apple, Microsoft, Amazon, Qualcomm და Meta. დიდი ალბათობით ამ კომპანიებს ფინანსურად კარგად ექნებათ საქმე, თუმცა არსებობს მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სამომავლო პროგნოზების გადახედვა მოუწევთ, რადგან პრეზიდენტ ტრამპის მიერ სავაჭრო ომის წამოწყებამ ყველაფერი არსებითად შეცვალა და მოლოდინები მსოფლიოს მასშტაბით მკვეთრად არის გაუარესებული. გარდა ამისა, მომავალ კვირას ენერგეტიკული გიგანტების შედეგებსაც გავეცნობთ. მათ შორის ვიხილავთ ExxonMobilis, Chevronis და Shell-ის შემოსავლებს. საინტერესოა, რომ ინვესტორებს არც ამ მიმართულებით აქვთ დიდად სახარბიელო მოლოდინები, რადგან ტრამპმა არა ნავთობის მოპოვების დაჩქარება, არამედ ბირჟაზე მისი მკვეთრი გაიაფება გამოიწვია, რაც თავისი არსით რეცესიული რისკების გაჩენით არის განპირობებული. ფარმაკოლოგიურ სექტორსაც საკმაოდ დაძაბული კვირა ელის, რადგან Eli Lilly-ის, Pfizer-ისა და AstraZeneca-ს კვარტალური შედეგების გასაჯაროება იქნება საჭირო საფონდო ბირჟაზე. გამორჩეული მოლოდინები ინვესტორებს არც ამ კომპანიებთან მიმართებით არ აქვთ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპი ფარმაკოლოგიური სექტორისთვის ახალ რეგულაციებს და ტარიფებს ამზადებს. თუ კი ზემოხსენებული კომპანიები დიდად სტაბილურობით არ გამოირჩევიან, იმას ნამდვილად ვერ ვიტყვით Coca-Cola-ზე, McDonald's-ზე, Visa-ზე და Mastercard-ზე, რომელთაც ასევე მოუწევთ ფინანსური შედეგების წარმოდგენა, თუმცა ამ მიმართულებით სიურპრიზები ნაკლებადაა მოსალოდნელი, რადგან ამ კომპანიებს სტაბილურობა და მდგრადობა გამოარჩევთ. მომავალი კვირა საინტერესო იქნება თავად ამერიკისთვისაც, რადგან ფედერალურმა სტატისტიკის სამსახურმა ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით პირველი კვარტალის შედეგები უნდა გაგვაცნოს. ტრენჩ და პროდუქტის ზრდის განახლებულ მონაცემებს წარმოადგენენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც, რომელთაც ასევე მოუწევთ ინფლაციასთან დაკავშირებით სტატისტიკის განახლება.